მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულონების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2-30-15-15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულონების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. მოგესალმებით მამა იაკობ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სცენების დღეს, ჩვენს მაყურებლებს ულოცავ ასევე. და თუ შეიძლება ორივე სიტყვით რომ გვესაუბროთ მოციქულის შესახებ. მიულოცავ ყველას მოციქულის ხსენებას. დღევანდელი ლიტურგიკული საკითხავი არის ძალიან მოკლე და ძალიან ღრმა და იმ ყველაზე მთავარზე ამახვილებს ყურადღებას, რისი ღირსიც მხოლოდ და მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი გახდა. როდესაც ჯვარცმული უფლისაგან მოისმინა სიტყვები აჰა დედა შენი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასევე ესმა სიტყვები აჰა ძე შენი. აი ამის შემდეგ როგორც თავადვე გვიყვება იოანეს სახარება იქნა დღეს საკითხული. მასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იმყოფებოდა და შემდეგ სიმდაბლით გადადის ბოლო მუხლზე, ბოლო თავზე და 25 მუხლზე საკითხავი, ესე არის მოწაფე იგი, რომელი უყვარდა იესოს. არასოდეს მოციქული არ აღნიშნავს იმას, რომ ეს იყო გამორჩეული და აი ამ გამორჩეულობის კვალობაზე შეიყვარა იგი ქრისტემ. პირიქით, არა მისი პირადი ღირსება, არამედ ქრისტეს კაცთმოყვარება განაპირობებდა სიყვარულს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას მოციქულებთან დაკავშირებით და კონკრეტულად იოანე ღვთისმეტყველთან დაკავშირებით. და მის მასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ ეწოდათ და ეს ჩვეულება იყო მამის სახელი, ძენი ზებედესნი, მაგრამ მათი მახასიათებელი თვისება იყო გულმხურვალება. ამიტომაც ეწოდათ ძენი ქუხილისანი, ბანერგეს. აი ეს სახელწოდება შეიძლება ითქვას არ გულისხმობს ჟღერადობის აღნიშნულ სიტყვას ან ხმაურს ან რაღაცა ხმამაღლობას, აქ სულიერი მდგომარეობა და გულმხურვალება იგულისხმება. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე საიდუმლოსერობის მონაკვეთი, როდესაც იგი არის ქრისტესთან ფიზიკურად ახლოს, მიეყრდნა მკერდსა მისა და როდესაც ქრისტე ამბობს სიტყვებს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი მიმცემს მე, როგორც განმარტებლები გადმოცემის თანახმად განგვიმარტავენ ქრისტესა და იოანე ღვთისმეტყველის მოპირდაპირე მხარეს იყო პეტრე მოციქული და როგორც მახარებელი ამბობს წამოყოფდა, ანუ მინიშნება მის სამას, მიანიშნა იოანე ღვთისმეტყველს, რომ ეკითხა ქრისტესთვის ვინ არის ის, ვინ გასცემდა მოძღვარს. და ქრისტე ამბობს, რომ ერთ-ერთი რომელიც შთაყოფს ხელსა პინაქსა, რომელმან შთაყობს ხელი პინაქსა ჩემსა, იგი არის მიმცემელი ჩემი. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამასთან დაკავშირებით იყო წინასწარმეტყველება ფსალმონთა წიგნში, რომელი ჭამდა ჩემთან პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემზე და შეტყუილ. საუკუნეებით ადრე იყო ნაუწყები ამასთან დაკავშირებით, რომ ეს აღესრულებოდა. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ ასეთ პრაქტიკული გარემოების აღნიშვნა, თუ რამ განაპირობა იოანე ღვთისმეტყველის ჯვართან ყოფობა. რა თქმა უნდა, მისმა გულმხურვალებამ, იმიტომ რომ იკონოგრაფიულად გამოისახება ფილიპე, თომა და იოანე ღვთისმეტყველი უწვერული თავიანთი ასაკის გამო, მაგრამ გულმხურვალებამ განაპირობა ის, რომ ჯვართან მდგარიყო და რატომ ვერ შეძლო სხვა დანარჩენმა მოციქულებმა ეს? იმიტომ რომ მათ ასეთი ასაკი არ ქონდათ. ერთ-ერთი განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ამბობს, რომ ის დედათა დასთან ერთად დგას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, მენელსაცხებლე დედებთან ერთად და მისი ასაკი, მისი გარეგნობა, მისი უწვერულობა, პოტენციალურად წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ,
საფრთხეს არ წარმოადგენს და რომაელი ჯარისკაცები არ ღიზიანდებიან ახალგაზრდა ჭაბუკის დედათა დასთან დგომით. რასაც ვერ შეძლებდა პეტრე მოციქული, რომელიც დასრულია, ჭარმაგია, ჭაღარა და სხვა დანარჩენი მოციქულები, რომლებიც ამასაკის მქონენი არ იყვნენ. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია, რომ მისი ასაკობრივი ფაქტორიც უწყობდა ხელს, მაგრამ რა თქმა უნდა მისი გულმხურვალება და აი ეს გულმხურვალება გვირგვინდება მისი გარდაცვალებით კუნძულ პატმოსზე და ვიცით რომ ყველა მოციქული აღესრულა მოწამეობით გარდა იოანე ღვთისმეტყველისა. მაგრამ მანაც მიიღო მოწამეობა, თუმცა ღვთისწყალობით მას მიეცა საშუალება რომ ხორციელი მოღვაწეობა გაეგრძელებინა გადასახლების გარემოებაშიც კი. ამიტომ ეს გვინდოდა გვეთქვა რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აღვენიშნა. კეთილი, ესეთი კითხვა არის. როგორც ვიცი, ადამი და ევა სანამ სამოთხეში იქნებოდნენ, ანუ დაცემამდე, მანამდე იყვნენ ანგელოზები. მაინტერესებს ანგელოზების შემდეგ შექმნა სამოთხე და მანდ დაუმკვიდრა ადამიანს და ევას სამოთხე. ანუ მაინტერესებს პირველი ქმნილება ადამი და ევა არ ყოფილა, ჯერ ანგელოზი დაეცა და გადმოგდებული იქნა ზეციდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ამის გამო არ დავსჯილვართ და მხოლოდ ადამიანის და ევას ცოდვის გამო დავისაჯეთო? მადლობა კითხვისთვის. ჩვენ არ ვიცით რითი ხელმძღვანელობს კითხვის დამსმელი, წმინდა წერილს არ ეფუძნება ეს სწავლება. სამწუხაროა ის, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური, არააკადემიური ინფორმაცია არის ინტერნეტ სივრცეში ამ თემასთან დაკავშირებით, არა მარტო ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საეკლესიო პასუხს, შეძლებს დაგვარად ვეცდებით რომ უპასუხოთ. ყოლაწმინდა სამების მოქმედება ჯერ კიდევ ჩანს დაბადების წიგნის პირველივე თავებში, როდესაც სული ღვთისა იზროდა ზედაწყალთან, ანუ სული წმინდის მოქმედება იგულისხმება აქ, რა თქმა უნდა, სიტყვა ღვთისა არის მეორე ჰიპოსტასი, ანუ ქრისტე, რომელიც მოუწოდებს სხვათა შორის სხვა ადგილზე ასევე დაბადების წიგნში აბრაამს, რომ გამოვიდეს ქალდეველთა ურიდან და რა თქმა უნდა, მამა ღმერთი პირველი ჰიპოსტასის მოქმედებაც აღნიშნულია წმინდა წერილში. ის რომ სამება ერთარსებაა და განუყოფელია, წმინდა წერილში ასევე ბიბლიის პირველ წიგნში დაბადებაში ხდება ამასთან დაკავშირებით უწყება, როდესაც ებიანი მრავლობითი არის გამოყენებული, ებრაულ თარგმანში ეს არის ელოჰიმ, ვქმნეთ კაცი. ჩვენს ხატად და მსგავსად, ჩავიდეთ და აღურიოთ ენა, ბაბილონის კოშკთან დაკავშირებით მე-11 თავში არის ნახსენები. რაც შეეხება საღვთო შესაქმეს ადამიანთან მიმართებაში ადამის შექმნას, პირდაპირ არის ნახსენები, რომ მოზილა მიწის მტვერი, შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და შეიქმნა ადამი. და რა თქმა უნდა, მოგვიანებით მისგან ფერცხალისაგან მისისა, როგორც ვერ ქართულ თარგმანში არის ევა, ანუ მისი დედაკაცი, შემწე შესაფერი, ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. როგორც წმინდა წერილი ამბობს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი წმინდა წერილის სწავლების თანახმად, რომ ვთქვათ, რომ პირველად შეიქმნა ანგელოზი, შემდეგ გადაკეთდა ეს ანგელოზი და გახდა ადამი. რაც შეეხება ანგელოზებთან დაკავშირებულ სწავლებას, ეს არის კერძო მოსაზრება. გრიგოლ ნოსელი არის ამ კერძო მოსაზრების ავტორი, შეიძლება ითქვას, როდესაც ნახსენები არის ბიბლიის პირველ მუხლში, დაბადების წიგნის პირველი თავის პირველ მუხლებში, რომ ღმერთმა, ანუ პირველმა ჰიპოსტასმა, მამა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. აი ამ ცაში წმინდა გრიგოლ ნოსელი მოიაზრებდა ანგელოზთა დასს. მაგრამ მამათა სწავლების, ეგზეგეტიკის და ასე ვთქვათ, საეკლესიო სწავლების სისავსის კვალობაზე კერძო აზრად არის მიჩნეული ეს აზრი, რომ ამ ცაში უნდა ვიგულისხმოთ ანგელოზების შექმნა და აქედან გამომდინარე წმინდა წერილი მართალია გრიგოლ ნოსელის ეს განმარტება კერძო აზრია, მაგრამ წმინდა წერილი კონკრეტულად ამბობს, როდის შეიქმნა ანგელოზთა დასი, როდის შეიქმნა ადამი, როდის შეიქმნა სხვა ქმნილებები, როდის აღმოაცენა ქვეყანამ მწვანვილოვანი და ასე შემდეგ. ამიტომ ვერ დავეთანხმებით ამ კითხვას. კეთილი, მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ.
გასაცრავად. დიახ. ესე გითხვა მაქვს. დიახ, გისმენთ. არმინებში რო წერია თავიანთი ქვილები შესწირეს კერპებსო და აბრამი მოაპირებდა ისაკის შესწირვას. საწერიაო რომ შეწირეთ შვილებიო კანონებში. ხო, აი ზუსტად ვერ გავიგე მას. რაც შეეხება აბრაამთან დაკავშირებულ ამ კითხვას, აბრაამის მოღვაწეობა, როგორც ჩვენ ვახსენეთ, უკავშირდება იმ მოწოდებას, რომელიც სიტყვა ღვთისამ გააჟღერა, გამოსულიყო ქალდეველთა ურიდან და ასე ვთქვათ, სამოღვაწეო ასპარეზზე მამამთავარი აბრაამი აი ამ მოწოდების შემდეგ ამ მორჩილების აღსრულების ყოლობაზე გამოდის. მისი შვილიერება არის მისი ტკივილი, უпростоრად უშვილობა. ამიტომ შვილიერების დაყოვნება ძალიან დიდ განსასწრებთან იყო დაკავშირებული ძველ აღთქმაში, ასევე აი ის აზრი, რაც ახლა ამ კითხვაში იქნა გაჟღერებული, რომ სურდა აბრაამს შეეწირა კერპებისათვის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავეთანხმებით. თუ როგორ იყო წმინდა წერილის სწავლების თანახმად აი ეს მცდელობა აბრაამისა, რომ ღმერთისათვის ათნოყოფა გამოევლინა, ამასთან დაკავშირებითაც ვიწვით. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ძველქართული თარგმანის თანახმად პირველივე, ასე ვთქვათ, მუხლებში წერია ესეთი სიტყვები და იყო გამოცადა ღმერთმა აბრაამი და რქვა მას აბრაამ. ანუ მოსე წინასწარმეტყველი, როდესაც დაბადების წიგნში ამ დიდი მსხვერპლშეწირვის შესახებ გვაუწყებს, ჩვენ საწყისშივე გვეუბნება, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, რომ ეს არის გამოცდა აბრაამისა და რომ ჭეშმარიტად ღმერთი სისრულეში მოყვანა სამსხვერპლშეწირვისა არ ითხოვს აბრაამისაგან. მაგრამ რა თქმა უნდა, ბოლო წამამდე აბრაამ ამის შესახებ არ იცის. აბრაამის ღვაწლი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ მან დაკოდა შეშა, ანუ დააპო შეშა, იტვირთა ხე, ანუ შეშა, ავიდა მორიას მთაზე, ისევე როგორც დაუშვად ქრისტემ იტვირთა მამის ნებისათნო მყოფელმა ხე, ანუ ჯვარი, ავიდა მთაზე, ანუ გოლგოთაზე, ასეთივე ღვაწლი იტვირთა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ისააკმა და თუ ჩვენ დავაკვირდებით მამამთავარი ისააკის მოღვაწეობას, რომელიც არის აბრაამის ზე, ყველაზე დიდი მან მოღვაწეობის და ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს რაც აღასრულა არის ეს მორიას მთაზე ნებსით ასვლა. ამას წმინდა კირილი ალექსანდრიელიც განმარტავს გლაფირებში, ეს არ არის ჩემი აზრი. ყველაზე დიდი რაც აღსრულდა ისააკის მიერ არის ხსენებული გარემოება. ამიტომ წმინდა კირილი ალექსანდრიელი ამბობს, რომ რადგან მან ყველაზე დიდი აღასრულა, ღმერთი მას ისევ როგორც აბრაამს ან იაკობს არ მოუწოდებს რაიმე დიდი და აღმატებული აღასრულოს. ამიტომ აბრაამი სახლიკაცი ელიაზარი მიდის მისი მეუღლის დასაწინდად. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ადამიანის პირად ცხოვრებაში ქორწინება, აი ამ ასე ვთქვათ, საიდუმლოებაში ნაბიჯების გადადგმის ფიზიკური ძალაც კი აღარ შეწევს ისააკს. მას ჭირდება შეწევნა, მას მართალია ჭირდება შემწე შესაფერი, მაგრამ შემწე შესაფერი მოუყვანონ უნდა მას, როგორც წმინდა კირილი ალექსანდრიელი განმარტავს. ამიტომ ყველაზე დიდი აღსრულდა მორიას მთაზე და ყველაზე მტკივნეული, როგორც მამები განმარტავენ, არის მამისა და ძის დიალოგი, როდესაც აბრაამი მიდის მორიას მთისაკენ ისააკთან ერთად, აღდგა განთიად სამას, ანუ ძალიან სწრაფად დგება იგი ამ მსხვერპლშეწირვისათვის და მიყავს ორი მსახური ძე, ორი მსახური ბიჭი. აი ეს ორი მსახური ბიჭი ალექსანდრიული განმარტების თანახმად, რომელიც სიმბოლურ ალეგორიულად განმარტავს, არის შფოთვა და ძრწოლა, რომელიც დატოვა მთის ძირში, ანუ ის რაც ხელი შემშლელია ღვთისმსახურებაში, აბრაამა როგორც მამამთავარმა იცოდა, რომ უნდა დარჩენილიყო ზღურბს მიღმა, ანუ მთის ძირში. და ეუბნება ესეთ სიტყვებს, დასხედით მან და ხოლო მე და ყრმაი წარვიდეთ ვიდრე იქამდე და თქვენდავე მოვიდეთ. და როდესაც ადიან მთაზე და უკვე რჩება მხოლოდ და მხოლოდ მამაშვილი და მიაქვთ სამსხვერპლო შეშა, ლოგიკური კითხვა ჟღერდება ისააკის მხრიდან და ეუბნება, აჰა, შეშა, სად არის ზვარაკი. და აბრაამმა როგორც ღმერთის მცნობელმა, ღმერთზე მიმდობმა და ღვთის მორჩილმა და ღვთის სიტყვის თანახმად ქალდეველთა ურიდან გამოსულმა,
იცის ღმერთი, ანუ იცნობს ღმერთს და იცის რომ ბოლომდე იმას არ აღასრულებინებს ღმერთი, რაც გააჟღერა. და ამიტომაც პასუხობს აბრაამი და ეს ძალიან საინტერესო პასუხია, ღმერთმა ნიხილოს თავისათვის ისა, ზოარაკი შვილო და არეუბნება იმას, რომ ჩვენ ავალთ და უნდა შეგწიროს შენ მსხვერპლად. ამიტომ რადგან ასე ვთქვათ, საფრთხონება ბოლომდე გამოკვეთილი არ არის, აბრაამმა მართლაც აღმართა სხვა მსხვერპლო დანა მის ძეზე და გააჩერა უფლის ანგელოზმა, მაგრამ უფლის სამსხვერპლოზე თავადვე ავიდა და ამ მთაზე თავადვე იტვირთა ხე, ანუ შეშა ისააკმა, რითაც არის ქრისტეს წინასახე. ამიტომ ეკლესიის სწავლება, ეკლესიის განმარტება, წმინდა მამათა სწავლება ამ თემასთან დაკავშირებით არის ამგვარი, რომელიც ეხლა ჩვენ გავაჟღერეთ. კეთილი მაყურებელია ისევ, გისმენთ ეთერში ხართ? მაინტერესებს ის ყოველთაო ნათლობა. საყოველთაო ნათლობა? ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი ჩემთვის პირადად. მაგრამ გამოცხადდება ეს ერთსულოვნების ეთერში და შეგიძლიათ ადევნოთ თვალყური და შეიტყობთ ამას. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის კვლავ-მაყურებელია და შემდგომ გავაგრძელოთ კითხვები. გისმენთ ეთერში ხართ? საღამშვიდობის. იცოცხლეთ. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა და მინდა ასეთი შეკითხვა შეგეკითხოთ. იცით, დაბადებაში ჩვენ კითხულობთ, აი სხვადასხვა ადამიანების არც აქვს თქვათ 150 წელი, უფრო მეტი, უფრო ნაკლები. მე ეს შეკითხვა მინდა ორი მიმართულებით შეგეკითხოთ. იცით, ერთი ის რომ აი 800 წელი რო იცოცხლა, ეს როგორ წელზეა ლაპარაკი, ჩვენ რომ ეხლა ამ ჩვენ რო ვიცით ისეთი წლებია, თუ რაღაცა სხვა თვლა იყო და აქედან არის გამოთვლილი ეს ერთი და მეორედ კიდე როცა ლაპარაკია რომ აი იცოცხლა ამდენი წელი და მერე მოკვდა, არცად არ წერია სიტყვა გარდაცვალება. ჩვენ ხო ჩვენი დედა ეკლესია გვასწავლის რომ სული უკვდავია და ის არ კვდება, მაგრამ ბიბლიაში ყველგან თუ უბრალოდ ეს სიტყვა იხმარება მერე უკვე ქრისტეს დაბადების შემდეგ, თუ მაშინ ხო უფალმა ჩაბერა ის სული და მაშინ რატომ მოკვდა, რატომ აი ჩვენ ახლა ვიცით რომ ადამიანი გარდაიცვალა სული უკვდავია და ჩვენი ეკლესიაში და ჩვენი მისწრაფება სწორედ ის არის რომ ჩვენ სულზე ვიფიქროთ, ვიზრუნოთ სანამ ამ ქვეყნად ვართ რომ სათასასუფევლისთვის. ხო მიზანი ეს უნდა იყოს დღევანდელი ქრისტიანისთვის და აი ეს მაინტერესებდა, რატომ მაშინ სული სად მიდიოდა მაშინ? აი ეს ორი შეკითხვა თუ შეიძლება თუ არ შეგაწყო. მადლობა კითხვისთვის, რაც შეეხება იმ კალენდარულ ასე ვთქვათ ციკლს, რომლითაც წლები აითვლებოდა, დაახლოებით იგივე იყო. მართალია ჩვენ მათი ასე ვთქვათ ხანდაზმულობა გვაკვირვებს და გვაოცებს, თუ როგორ შეიძლება ამდენი ხანი ეცოცხლა, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო მით უმეტეს იმ სივრცეში, იმ ეკოლოგიურ გარემოში, იმ საკვების კვებითი ღირებულების გათვალისწინებით და რა თქმა უნდა საღვთომადლის გათვალისწინებით. ამიტომ აქ არ უნდა ვიგულისხმოთ სხვა კალენდარული ათვლა და დაახლოებით იგივე წლები არის ასე ვთქვათ ნავარაუდები, რომელსაც ჩვენ ახლა ავითვლით. რაც შეეხება აი ამ სიტყვას მოკვდა, ეს არის თარგმანის და რედაქციების ხარვეზი. შესაძლოა თქვენ ეცნობით სტოკჰოლმის თარგმანს ან რომელიმე სხვა თარგმანს, სადაც მსგავსი შეცდომები არის და უფრო მეტიც დოგმატური შეცდომებიც არის ზოგიერთ მუხთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ დავაკვირდეთ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ენოქთან დაკავშირებით არის ნახსენები, რომ დადიოდა ენოქ წინაშე ღვთისა და აღარ იყო. ანუ მას არ უხილავს ხორციელი სიკვდილი და მხოლოდ ორი ადამიანია წმინდა წერილში ნახსენები, ორივე ძველი აღთქმის მოქალაქეა, ერთი არის წინასწარმეტყველი, უბრალოდ მართალი ენოქი და მეორე არის წინასწარმეტყველი ელია, რომელიც იქნა აღტაცებული ზეცად. რაც შეეხება ამ ორ წინასწარმეტყველს არის ასევე გარდამოცემა,
რომ ისინი კვლავ დაბრუნდებიან და საფრთხო განგებულებით მათ არ იხილეს სიკვდილი, ანუ სიკვდილის გემოსხილვა მათი გამოცდილების ასე ვთქვათ ნაწილი არ არის იმის გამო, რომ კვლავად უნდა დაბრუნდნენ და უნდა ასე ვთქვათ აქ აუწყონ ღვთისნება და ასევე არის ცოტა მეორე მხარე აპოკალიფტური პასაჟი, სადაც უნდა ამხილონ ანტიქრისტე. ეს არის გარდამოცემა, განმარტება, რომელიც ამ ორ წინასწარმეტყველს უკავშირდება და რადგან თქვენ ახსენეთ გარდაცვალება, ანუ სიკვდილი მართლებისა, ასევე მნიშვნელოვანი ამ პიროვნებასთან დაკავშირებითაც გვეთქვა, რომ ეს არის ერთადერთი ადამიანი, ენოქი, რომელთან დაკავშირებითაც არის ნახსენები, რომ ღვთის წინაშე ღვთის ხსოვნით ღვთისნების აღსრულებით ცხოვრობდა იგი, მოქალაქეობდა და აღარ იყო, ანუ ვეღარ იპოვეს, მაგრამ არ გარდაცვლილა. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. მოგესალმებით, რენოხა. სამშვიდობისა, გაიხარეთ. გილოცავ დღეს ხსენების დღე არის იოანე ღვთისმეტყველის და ივერიის ღვთისმშობლის. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ. მაინტერესებს ასეთი კითხვა მაქვს. რამდენად მართებულია გაკეთდეს პანაშვიდი, ან შეკვეთილი წირვა, ან საერთო წესის აგება, ან მიცვალებული სულის მოხსენებელი ლოცვის ხმა? თუ ჩვენ ზუსტად არ ვიცით მიცვალებულის მონაწილე იყო თუ არა. გასაგებია, დიდი მადლობა კითხვისთვის. თუ მონათლული არ არის და ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, ვერ მოვიხსენებთ საზოგადო ღვთისმსახურებაში. რაც შეეხება იმ სიტყვას, რომელიც თქვენ ახსენეთ, მიცვალებულთა მსახურებასთან დაკავშირებით, იოანე უпростоრად გიორგი მთაწმინდელის თარგმანის თანახმად მას ეწოდება სულის საოხი ჟამის წირვა და არა შეკვეთილი წირვა. და ჩვენ პირველ რიგში სასულიერო პირებიც უნდა მოვერიდოთ ამის თქმას. ეს ჩემი პირადი აზრია, იმიტომ რომ ყოველი წირვა არის საიდუმლოსერობა და შეუძლებელია შეუკვეთოთ საიდუმლოსერობა. და გარდა ამისა, სამღვდელო პატივი და სამღვდელო საიდუმლოების მღვდელმოქმედება კნინდება. გამოდის, რომ მღვდელი არა მწირველი, არამედ იმ დროს არის შეკვეთის შემსრულებელი. ამიტომ სულის საოხი ჟამის წირვა ეწოდება ამას, წმინდა გიორგი მთაწმინდელის თარგმანის თანახმად, რაც შეეხება იმას, რომ თუ ადამიანი მონათლული არა საზოგადო ღვთისმსახურებაში, ვერ მოვიხსენებთ. მოვიხსენებთ მხოლოდ პირად ლოცვაში და მის სახელზე აღვასრულებთ მოწყალებას, მისი უკვდავი სულის ასხოვნებლად. კეთილი, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით, მამებო, დამლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მამა გურამ, მოგიკითხავთ ამ სეზონზე პირველად ვარ თქვენთან. გაიხარეთ, დიდი მადლობა, გაგახაროთ ღმერთმა. ეხლა ასეთი შეკითხვა მაქვს. დიახ. არის ადამიანი, რომელიც 17 წელია პრობლემებს მიქმნის და ჩემი ტანჯვა წამებით არის დაკავებული. მე მაინტერესებს ეს ადამიანი ღმერთის წინაშე ცოდვილად წარდგება თუ პირიქით ღმერთი გაამართლებს, იმიტომ რომ მისი საშუალებით განსაცდელი შემიქმნა. მადლობთ. ძალიან საინტერესო კითხვაა და ადამიანი, რომელსაც წლების მანძილზე უწევს მოთმენა, კონკრეტული პიროვნებისგან თუ გარემოებისგან, ბუნებრივია ესეთი კითხვა ჩნდება და ძალიან კარგია, რომ ადამიანი საფრთხო განგებულების დანახვას ცდილობს აი ამ განსაცდელში. რაც შეეხება იმას, თუ ღმერთი როგორ შერაცხავს მის მოქმედებას, ჩვენ ამაზე ვერ გიპასუხებთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი განმარტება პავლე მოციქულის ეპისტოლისა, როდესაც ის ამბობს, რომ მომეცამე საწერტელი ხორცთაი ანგელოს სატანა რაით არა აღვიმაღლო. რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილი განმარტების თანახმად ეს იყო უძლურება, რომლისგანაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ განიკურნა, თავადვე სხვას კურნავდა, მაგრამ მისი ანატომიური უძლურება და პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. ეს ერთი ყველასათვის ცნობილი განმარტება, მაგრამ მეორე განმარტების თანახმად არის ესეთი აზრი, რომ აქ იგულისხმება არა უძლურება, არამედ კონკრეტული პიროვნება, რომელიც მას ავიწროებდა
მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე და ის იტევდა ამ ადამიანს და ითმენდა მის ამ შევიწროებას. ამიტომ ეს განმარტება არის ძალიან მანუგეშებელი, საგულისხმო და დასაფიქრებელი. კეთილი. მართლმადიდებლურად რამდენად მისაღებია კრემაციაო? წმინდა წერილის თანახმად, წმინდა წერილის სწავლების თანახმად ჩვენ ვართ მიწა და მიწადვე მივიქცევით და როგორც საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, უფალმა შთაბერ ადამის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა იქამდე მოზილა მიწის მტვერისგან. ეს არის თანამედროვე თარგმანი შეიძლება ითქვას და მაშინ როდესაც ეს ვახსენეთ, დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ანთროპომორფული ტერმინი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ წმინდა წერილის ენის განმარტება, ტერმინოლოგიის მნიშვნელობა და როდესაც რაიმე მსგავსი გვესმის ჩვენ წმინდა წერილის ტექსტიდან, მაგალითად მიდიოდა საღამო ჟამს უფალი ღმერთი, მიმოდიოდა საღამო ჟამს უფალი ღმერთი ედემის ბაღში, აქ პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ როგორც წერია, ასე გავიგოთ. არც ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ რაიმე მოქმედება არის დაკავშირებული, შემოქმედებითი პროცესი, აი ამ მიწის მტვერისაგან მოზელა, როდესაც გვესმის ჩვენ. წმინდა იოანე ოქროპირი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უნდა ვიფიქროთ ღვთის შესაფერისად. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ვიფიქროთ ღვთის შესაფერისად, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ თეოლოგიური და დოგმატური სწავლების კვალობაზე საღვთო თვისებებს, რომ ყოვლად სრულია, გარეშე მოუწერელია, ყოვლად კმა და რა თქმა უნდა ის შემოქმედებითი მოქმედება არ უნდა ვიგულისხმოთ ღმერთთან მიმართებაში. რატომ ვახსენებთ ამას? იმიტომ რომ შემოქმედებითი მოქმედება, ბოქანდაკის შემოქმედება, ქვაზე კვეთა თუ ხეზე კვეთა თუ ნებისმიერი ფერწერა და გრაფიკა უკავშირდება ასე ვთქვათ შემოქმედებით თად სწრაფვას სრულყოფილებისაკენ. და რადგან ღმერთი თავადრო სრულყოფილია, რა თქმა უნდა, მასთან ესეთი მოქმედება არ უნდა გავიგოთ. გარდა ამისა, ყველა მოქანდაკე, ფერმწერი თუ მხატვარი დაგვემოწმება იმასთან დაკავშირებით, რომ გადის წლები და მისი შემოქმედება თავადვე მისი თვალით ადრეული პერიოდი, შუა პერიოდი, სტუდენტობის პერიოდი სხვაგვარად არის დანახული. ასეთი რამ ღმერთთან მიმართებაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რადგან ღმერთი არის სრულყოფილი და იმის გამო რომ ჩვენ სამოთხის მიღმა დავრჩით, ღმერთმა მოგვცა შემოქმედების ნიჭი და ჩვენი ნაკლულევანი მდგომარეობის სანუგეშოა ნებისმიერი შემოქმედებითი აქტი შემოქმედისთვის და ასევე შემოქმედებითი აქტის გვირგვინი, ანუ დაუშვათ რომელიმე ნამუშევრის დასრულება და ჩვენ ამით ასე ვთქვათ, ნუგეშინისცემულნი ვართ სომატური თვალსაზრისით. და ესეთი რამ ღმერთს არ ჭირდება, იმიტომ რომ ყოვლად კმა, როგორც უკვე ვახსენეთ. ამიტომ სწორად უნდა გავიგოთ ეს სიტყვები. კეთილი. როდესაც ადამი და ევა სამოთხიდან იქნენ გამოდევნილნი, ამის გამო ცხოველები რატომ დაისაჯნენ? ისინი ხომ არაფერ შუაში იყვნენო? ცხოველების დაჟაში რა იგულისხმება, რომ გარდაიქმნა სამყარო? პირველ შეცოდების შედეგად გარდაიქმნა ყოველივე და განმარტების თანახმად ის ედემისეული იდილია, ედემი არის ებრაული სიტყვიდან მომდინარე ედენი ნიშნავს ნეტარებას და სხვათა შორის სამოთხესთან დაკავშირებით ნეტარსამყოფელი ქართულ თარგმანებში ბევრჯერ არის მოხსენებული. ანუ იმ თარგმანის დედნისეულ შინაარს არ წყდება ქართული თარგმანები, ამის თქმა მინდა. და ეს ნეტარი მდგომარეობა პირველ შეცოდების შედეგად, როდესაც დაიკარგა, ბუნებრივია დისონანსი შემოდის ყველაფერთან მიმართებაში. პირველი დისონანსი არის ის, რომ გარდაიქმნა კლიმატი და კვებითი ღირებულების თვალსაზრისით ადამიანს ესაჭიროება ხორცის მიღება. და ამიტომაც ჟღერდება პირველი, ასე ვთქვათ, ჟულდებითი სიტყვა კვებასთან დაკავშირებით, ნუ შეჭამ ხორცს სისხლთან ერთად, რადგან სულდგმულია იგი. ამ სიტყვებს ნოე ისმენს. და განმარტების თანახმად კაცობრიობას არ ესაჭიროებოდა პირველ შეცოდებამდე საკვები თვალსაზრისით ხორცის მიღება. ასევე განმარტებაში ვკითხულობთ, შედროვიცკი არის სხვათა შორის ერთ-ერთი ავტორი, ძალიან კარგი განმარტებელი ხუთწიგნეულისა, რუსულენოვანია, მაგრამ ეროვნებით არის ებრაელი და მან იცის
ებრაული ენის მნიშვნელობა, თითოეული სიტყვის მოქნილი მნიშვნელობა უბრალოდ და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა მისი განმარტება. ის ამბობს, რომ როდესაც ძმამ, ანუ კაინმა აღმართა აბელთან მიმართებაში ხელი სასიკვდილოდ და უთხრა მას სიტყვები გავიდეთ ველად და ამის შემდეგ მოკლა იგი, როგორც კი დაიღვარ ადამიანის ხელით ადამიანის სისხლი, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ზღვარი პირუტყვსა და ადამიანს შორის და პირველი აგრესია პირუტყმა ხეცმა და მტაცებელმა ადამიანთან მიმართებაში სწორედ ამის შემდეგ გამოავლინა. ამიტომ პირველ რიგში თუ კი ვინმე ისჯება, რა თქმა უნდა ისჯება ადამი პირველ შეზღუდვების ყვალობაზე, იმიტომ რომ პიროფლიანი ჭამს იგი პულს, ისჯება რა თქმა უნდა ევაც, იმიტომ რომ ტკივილებში შობს ზეს და ქმრისკენ ექნება მას ლტოლვა და ქმარი იბატონებს მასზე, როგორც ასევე დაბადების წიგნში არის ნახსენები და აი ეს გარემოება, რა თქმა უნდა, ცოდვის შედეგია. ის რომ აღმოაცენა კუროის თავი და ძეძვი და ეკალი მწვანვილოვანთან ერთად მიწის პირმა, ესეც ცოდვის შედეგია. ამიტომ ცოდვის შედეგიდან გამომდინარე ყველაფერი გარდაიქმნა, მართალია შეცოდებითი აქტი ცხოველების მხრიდან არ აღსრულებულა, იმიტომ რომ ამგვარი ნებელობა მათ არ ქონიათ და არც ნებელობის გაუკუმართების საცდური, რადგან ადამი იყო ქმნილების გვირგვინი, სწორედ მას შეეძლო ყველაფრის ასე ვთქვათ აყვავება და ყველაფრის ცოდვისმიერად გარდაქმნა, ანუ დაზიანება. ამიტომ ცოდვისმიერი გაუკუმართების, ნებელობის გაუკუმართების ყოლობაზე გარდაიქმნა ყოველივე და მათ შორის ცხოველთა ბუნებაც. კეთილი, მაინტერესებს კაცი და ქალი ორივე ღვთის ხატად არის შექმნილიო? რა თქმა უნდა, ყველა კაცის და ქალის ღვთის ხატად არის შექმნილი და წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა თუ კი დაუშვათ საღვთო მოქმედება არ იქნებოდა დაკავშირებული ქალთან მიმართებაში და არ ექნებოდა მას უკვდავი სული, არ იქნებოდა ცხოვნებულობასთან თანაზიარი იმ ნეტარების თანა მონაწილე, რომელიც ადამიანს მიემადლა და იქნებოდა პირუტყვის მდგომარეობაში. ყველაფერი შეიქმნა ადამიანის შესაწევნელად და ევა არის შემწე შესაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძვალი ძვალთაგანი, ხორცი ხორცთაგანი და მას ეწოდა ევა, ანუ ყოველთა დედა. ამიტომ რა თქმა უნდა, რაც ჩვენ გვიპასუხეს ამასთან დაკავშირებით, სრული სისავსით ყველა ასე ვთქვათ ღირებულებითი და ასე ვთქვათ აქსიოლოგიური, ანუ პატივდების თვალსაზრისით ყველაფერი ის მიემადლა ევას, რაც ადამიანს მიემადლა ღვთისგან. კეთილი, ხათუნა გვწერს თუ შეიძლება ბოროტებაზე გაბრაზდე და ასე ვთქვათ ბოროტების მიმართ წყევლა გამოხატო. ჩვენ წყევლას ცოდვისმიერ მოქმედებას ვერ გავამართლებთ. ბოროტება რა თქმა უნდა არსებობს, ბოროტება მძლავრობს. თავადი ამის სოფლის საეშმაკია და ყოველთვის იქნება მისგან ბრძოლა და საცდური, მაგრამ უფალი გვანუგეშებს, ნუ გეშინინ მცირეს ამაგას სამწყსოსა, რამე თუ სოფელს ამას მე მიძლევიეს. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ არ უწყევლიდეთ, არამედ ულოცავდეთ. ამიტომ რა თქმა უნდა, წყევლა მიუღებელია ყოველთვის. კეთილი, მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ.ავლოცეთ მომება საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. როდესაც იგებ დაუშვათ 4 წლის მატვრის გარდაცვალებას, ეს იყო უყურნებელი სენი და სამიუშედეგო ოპერაცია. როდესაც ხედავს კამშიმშტომ წოლია რო უბრალოდ 12-13 წლის გოგონასო ძალიან ახალ აზრს გარდაცვალებას. და ადამიანი როგორი მოწუნეთ არ უნდა იყო, ალბათ ბევრს მაინც გაუვლის გულში რაღაც ელისებურად მაინც ესეთი
ადამიანური შეკითხვა დავაკოთ ასე რატომ უფალო დაუშვათ არის ეს ღვთისგმობა ან თუნდაც სულ მცირე ღვთისგანკითხვა მადლობა კითხვისთვის ძალიან საინტერესო კითხვა როდესაც ჩვენ განსაკუთრებულად უძლურ მდგომარეობაში ვხედავთ ასაკით მცირე ადამიანებს ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მენტალობის და ჩვენი გონების გამოცდა ამ გონებაში ვგულისხმობ პავლე მოციქულის მიერ ნახსენებს სიტყვას რომ ჩვენ უნდა გქონდეს ქრისტეს გონება ანუ ქრისტიანული სოფხედველობა რამდენადაც მე მაქვს ქრისტიანული სოფხედველობა ანუ ვიცი წმინდა წერილი და ვიცი წმინდა წერილის განმარტება იმდენად სწორად შეიძლება თეორიულად ვივარაუდო და ეს დამეხმაროს მე რადგან არ ვარ იმ სულიერ მდგომარეობაში რომ თავადვე ღმერთმა გამიცხადოს რომელიმე საღვთო მოქმედება და განგებულება ამიტომ მნიშვნელოვანია ის რომ როდესაც ვხედავთ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ადამიანს უნდა გავიხსენოთ წმინდა წერილი როდესაც იხილეს მოციქულებმა ერთ-ერთი ყრმა რომელსაც პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის ისინი აჟღერებენ ესეთ კითხვას რაბი ვინც ცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა ეს არის ძველი აღთქმის მოქალაქისათვის დამახასიათებელი სოფხედველობა და ლოგიკურიც კი იმიტომ რომ ცოდვის შედეგი იყო ასეთი მოქმედება ასეთი მდგომარეობა უბრალოდ ანატომიური და თუნდაც სამედიცინო დიაგნოზი და ან შვილების ცოდვის ან მშობლების ცოდვის გამო აღესრულებოდა ეს ან თავადვე ბავშვს უნდა აღესრულებინა ეს ცოდვა და ქრისტე პასუხობს და ეს არის უკვე ახალ აღთქმისეული მახარებლური სული რომლითაც ჩვენ მსგავს კითხვებს უნდა უპასუხოთ არც ამან ცოდა არც მშობელთა ამისთა არამედ ეს იქნა რომ აღსრულდეს ღვთის ნება და რომ იდიდოს მისი ძალი და ძალმოსილება ასე რომ ჩვენ ასე უნდა შევხედოთ და რაც შეეხება კითხვის ლეგიტიმაციას, ну შეიძლება თუ არა ადამიანმა იფიქროს, ჩვენ ამ ფიქრებს ვერ დაუდებთ ზღვარს, როდესაც ჩვენ გვექნება თანაგანცდა და გული შემოსრულება მსგავსი ადამიანის ხილვის დროს, ბუნებრივია რაღაც ემოცია წარმოიშვება, რაღაც აზრი და ფიქრი გაგვიჩნდება და რა თქმა უნდა ეს არ არის ღვთისგმობა. ღმერთთან მიმართებაში კითხვის ნიშნის გაჟღერება და კითხვების დასმა, რა თქმა უნდა, არ არის მკრეხელობა, იმიტომ რომ შეიძლება მე ვიყო აღსარებელი, მაზიარებელი, სასულიერო პირიც კი და სრული სისავსით ღმერთს არ ვიცნობდე. ანუ შეიძლება ვიცოდე დოგმატური ღვთისმეტყველება და მქონდეს დიპლომი თეორიული ცოდნის თანახმად, მაგრამ ჩემი ღმერთთან ურთიერთობა არის ინდივიდუალური და აქედან გამომდინარე მე სხვა ინდივიდუალურ გზას გავდივარ მისი შემეცნების გზაზე. და ამის მაგალითი არის მამამთავარი იაკობი და ასევე წინასწარმეტყველი იონა, რომელსაც ორივეს ეგონა, რომ ღმერთი ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილთან მიმართებაში იყო დაკავშირებული, სადაც განეცხადებოდა, სადაც მისი ხმა და საღვთო ნების მაუწყებელი, ასე ვთქვათ, სიტყვა იქნებოდა გაჟღერებული, ღმერთი იქ იქნებოდა. და როდესაც სიზმრისეული ჩვენების შემდეგ იაკობი ადგება ამბობს გაკვირვებული რომ აქაც ყოფილა ღმერთი. როდესაც წინასწარმეტყველი იონა იულტის მან არის ის რომ იქაც ხედავს ყოვლისმხედველი თვალი უფლისა. ამიტომ შეიძლება ადამიანი სულიწმინდის მადლის მატარებელი იყოს წინასწარმეტყველის მაგალითზე, შეიძლება იყოს მამამთავარი აბრაამის მაგალითზე, მაგრამ მისი მოღვაწეობის ანუ ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს შუა პერიოდში თუ უფრო ადრეულ პერიოდში სრული სისავსით ღმერთს არ იცნობდეს. ესეც ამის თქმის საშუალებას ასევე მამათა განმარტება გვაძლევს ჩვენ და ასევე შეიძლება ჩვენც ვიყოთ ამ მდგომარეობაში მიუხედავად ჩვენი სამღვდელო პატივისა და ხარისხისა და ამის მაგალითი არიან მოწაფეები მოციქულობამდე, როდესაც ქრისტემ შერისხა ღელვა ნავში მყოფმა და მოციქულები ჩურჩულებენ ვინ არის ესე რამე თუ ქარნიცა და სხვაიცა ერჩიან მას ანუ მათ არიციან რომ მათ გვერდით არის განკაცებული ღმერთი მოწაფეობის პერიოდში არიციან რომ ემანუელი ანუ ღმერთის ჩვენთან ყოფობა ნაწინასწარმეტყველი ესაიას მიერ აღსრულებულია და გარკვეული პერიოდი
მოციქულობამდე, ანუ სულთმოფენობამდე მოწაფეებს სჭირდებათ განმტკიცება სარწმუნოებრივი და ჩდება კითხვები ღმერთთან მიმართებაში. მათ შორის კადნიერიც, როდესაც მაგალითად სხვა შემთხვევაში არის ესეთი კითხვა გაჟღერებული მოწაფეთა მხრიდან, უფალო არ აიღწია, რამე თუ წარწვდებით ჩვენ. ანუ ნუ თუ გძინავს მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს საფრთხე იმისა, რომ შეიძლება ფიზიკურად გავნადგურდეთ და ჩაგვზიროს ტალღებმა. აი ესეთი კითხვები გვაძლევს უფლებას იმისა, რომ ჩვენ ღმერთთან მიმართებაში დავუსვათ კითხვები, ოღონდ ეს არ იყოს კადნიერი, ეს არ იყოს მკრეხელური, არამედ გულწრფელი ძიებით განპირობებული. და აქედან გამომდინარე, ეს ასევე გვამდაბლებს და გვანახებს საკუთარ თავს, რომ მიუხედავად ჩვენი ნათლისღებისა, მიუხედავად ჩვენი აღსარებლობისა და მაზიარებლობისა, ის მდგომარეობა გვაქვს, რაც მოწაფეებს ჰქონდათ. და ამიტომ ეს არის პროცესი და თუ კი, ასე ვთქვათ, ავკრძალავთ ამგვარი კითხვის გაჟღერებას, ჩვენ ამ პროცესში თავისუფლებას დავკარგავთ და დაგვავიწყდება, რომ ღმერთი სახიერი და კაცთმოყვარია და რომ მას მივმართავთ ჩვენ არა თქვენობით, არამედ შენობით და რომ ის არის ჩვენი მამა. აი ეს უშუალობა არის ეკლესიის ტრადიცია, წმინდა წერილის და სახარებისეული სწავლების თანახმად აღმოცენებული და თავადვე ღმერთმა გვასწავლა, როგორ უნდა გველოცა ჩვენ მამაო ჩვენო, მანვე გააჟღერა. ამიტომ ეს უშუალობა და ეს კურთხევა უშუალოდ მისგან, ანუ ქრისტესგან გვებოძა ყველას. ამიტომ ეს არ არის მკრეხელობა და არ არის რაღაც ესეთი შეუფერებელი აზრი. კეთილი. გიორგი წერს ესეთ კითხვას. მოგესალმებით, იესოს ლოცვაზე რა სიტყვით ერის კაცმა თუ შეიძლება ილოცოს სკვნილზე იესოს ლოცვა? რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია რომ ილოცოს იესოს ლოცვა. იესოს ლოცვა არის მოკლე, ასე ვთქვათ, ფორმულირება, შეიძლება ითქვას ღვთისმეტყველების სწავლების თვალსაზრისით. უფალო შეგვიწყალი აი ამ სიტყვას იტყვის იუდეველიც, იტყვის ისლამის მიმდევარიც და სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მაგრამ უფლის ქრისტედ აღიარება და აი ამ ორი სიტყვის ხსენება უფალო, იესო ქრისტე. იესო მოგეხსენებათ ნიშნავს მხსნელს, ანუ იეშუ არის მხსნელი, სულიერი მხსნელი იგულისხმება აქ, რა თქმა უნდა და იყო საცდური მოწაფეობის პერიოდში, რომ პოლიტიკურ მხსნელთან გაიგივებულიყო და რაღაცა რომის იმპერიის დამარცხების იდეით თუნებულიყო იმ ისტორიულ მონაკვეთში ადამიანი, მაგრამ ჩვენ დღეს ვიცით, რომ აქ სულიერი ხსნა იგულისხმება და ქრისტე ნიშნავს, ეს უკვე ბერძნული ტერმინია, ცხებულს, ანუ ჭეშმარიტად მხსნელს და არა დაუშვათ პოლიტიკური თვალსაზრისით განმათავისუფლებელს. აქედან გამომდინარე ქრისტეს უფლად აღიარება, თუნდაც მოციქულის თომას სიტყვების თანახმად უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და ქრისტეს მხსნელად და ცხებულად აღიარება და შეწყალების თხოვნა შეუძლია ყველას. რა თქმა უნდა, უფრო ტრადიციული და უფრო ღრმა გამოცდილება მონასტრებს აქვს ამასთან მიმართებაში და ერის ადამიანსაც შეუძლია რომ ეს გამოცდილება ასე ვთქვათ გაიზიაროს და ამგვარად ილოცოს ღვთის წინაშე. კეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის: ქრისტემ ხომ დაამარცხა სიკვდილი და კიდევ რატომ არსებობსო? ანუ პირდაპირ გაგებით. სიკვდილის დამარცხება არ ნიშნავს მისი მოქმედების გაქრობას. იმიტომ რომ მართალია ქრისტეს სიკვდილის დამარცხებელია და საფლავების შინათამყოფთათვის ცხოვრების მომნიჭებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოქმედება გაქრა. და რატომ? ლოგიკური კითხვაა, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით თუ ეცდებით რომ გავიგოთ, ლოგიკური წიაღსვლა ყოველთვის ეფექტური არაა და პირიქით დამაბნეველია. ამიტომ რა იგულისხმება იმაში, რომ ეს არ გამქრალა? ან როგორ შეიძლება დაუშვათ ვიფიქროთ ის, რომ ეშმაკი ძლეულია ქრისტეს მიერ
გამოხსნელობითი ღვაწლით, ანუ ჯვარცმის დროს, მაგრამ მაინც არსებობს ბოროტება. ფაქტიურად ეს ერთი და იგივე კითხვას უდრის, რატომ არსებობს ისევ სიკვდილი და რატომ არსებობს ისევ ბოროტება. წმინდა გრიგოლ ნოსელი, ძალიან დიდი მოაზროვნე აღმოსავლური ეკლესიის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი, ძალიან საინტერესო პასუხს უგთავაზობს ამასთან დაკავშირებით, ეშმაკის დამარცხებასთან დაკავშირებით აჟღერებს იგი ამ პასუხს და ეს ეხება ასევე სიკვდილის დამარცხებასაც. ამბობს, რომ გველის ანუ ეშმაკის თავი შემოსურილია, მაგრამ მეორედ მოსვლამდე გველის სხეული აგონიურ მიმოხრას აგრძელებს, მაგრამ არა სიცოცხლეს და არა წინააღმდეგობის გაწევას, არამედ ეს არის აგონიური მიმოხრა და ძალიან გამორჩეულია ეს ორი ძმა ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი, აი ამ ალეგორიული სახისმეტყველების თვალსაზრისით ჩვენ ვიცით ყველა კარგად ხუჩაბათის საკითხავი მრავალთავიდან, როდესაც ბასილი დიდი ჯვარცმას ეხება და ეშმაკის მონადირებას ჯვარცმით, თუ როგორ ამბობს, რომ როგორც სამჭედურით არის მონადირებული რომელიმე თევზი, ასევე ქრისტეს ადამიანური ბუნებით იქნა მონადირებული ეშმაკი, რომელიც ეკვეთა ერთი შეხედვით ადამიანს, მაგრამ ადამიანის მიღმა ასევე სრული კაცის მიღმა, სრული ღმერთი დახვდა მას და იძლია სიკვდილით სიკვდილი. აი ეს გრიგოლ ნოსელის და ბასილი დიდის ეს განმარტება, ამ ორი დიდი ძმის ხორციელი ძმების განმარტება ამ კითხვაზე პასუხობს ჩვენ ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით და სიკვდილის ძლევასთან დაკავშირებით. კეთილი. ესეთი კითხვა არის, როდესაც იცი დანამდვილებით, რომ ადამიანს შენი ოჯახისთვის ცუდი უნდა, ან უხეშად რომ ვთქვათ, ოჯახის მტერია. როგორ უნდა შემოუშვა ის ადამიანი ან გულში, ან ოჯახში, როგორ მოვიქცე, რომ ცოდვაში არ ვიყო? პირველი ის რომ ცოდვაში არ აღმოჩნდეთ, უნდა დავაკვირდეთ იმას, რა არის ამის მდგენელი, ის მტერია თუ მოყვარე. ხომ არ ვარ სუბიექტური ამ დროს, პირადი განწყობებით ხომ არ ხელმძღვანელობ და თუ მტერია და ქრისტიანად მივიჩნევ ჩემ თავს, იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტიანობა არის ძალისაებრ ბაძვა ქრისტესიან და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მცნება არის ჩვენი მტრების სიყვარულიც. მაგრამ ოჯახისში შემოშვებას, რაც შეეხება თუ ესეთი კონკრეტული ფაქტი არის დადასტურებული და არა ჩვენი სუბიექტური შეხედულება ან ვარაუდი, რა თქმა უნდა მორალური უფლება გვაქვს, რომ ჩვენ მისგან თავი დავიჭიროთ შორს და ჩვენი ოჯახის წევრებიც რა თქმა უნდა დისტანცირებული იყვნენ ასეთი ადამიანისგან, მაგრამ ამას სჭირდება, ასე ვთქვათ, დაფიქრება და სიბრძნე, რომ არ ვცდუნდეთ და ჩვენი განწყობით არ მოვიძულოთ ადამიანი. არ დავწამოთ ცილი, ასე. კეთილი, ნანა გწერს, ლევიათანი ძველ აღთქმაში რას ასახავსო? ლევიათანი, რა თქმა უნდა, ეშმაკის სიმბოლოა. უпростоრად ტერმინი, რომელიც ეშმაკს უკავშირდება, ჩვენ ვახსენეთ ბიბლიის განმარტება, გველი, ვეშაპი, მგელი, ლომი, ლევიათანი და ასევე სხვა ტერმინები უკავშირდება დაცემულ ანგელოზებს წმინდა წერილში და რა თქმა უნდა სხვა არაფერი არ უნდა ვიგულისხმოთ ამაში. კეთილი. ძილში გარდაცვალებას და მღვიძარე გარდაცვალებას შორის თუ არის რაიმე განსხვავებაო და მაინტერესებს ადამიანი რომ გარდაიცვლება წინა დღეს რომ აქვს მიღებული სასმელი, რა ხდება მაშინ თან გარდაცვალებიდან ცოტა ხანში მიცვალებულ სახეზე ღიმილი რომ სდევს. მაინტერესებს ხშირად ვუსმენ გარდაცვალების შესახებ და ძალიან მაინტერესებს. რთული კითხვაა ეს ძალიან, იმიტომ რომ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, ამაზე მსჯელობა ძალიან რთულია. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია, ჭირის უფალს უნდა ვანუგეშოთ. წმინდა წერილი გვასწავლის ამას ძველი აღთქმა, რომ გლოვარესთან უნდა ვიტიროთ და მოხარულთან უნდა ვიყოთ ხალისით თანაზიარნი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მათი უკვდავის სულისთვის ლოცვა, ჩვენ შეგვიძლია სიტყვიერი ნუგეში, წმინდა წერილის სწავლების თანახმად, სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვით. არის ხოლმე გარემოებები, რომელი გარემოებაც გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ აღგვემატება. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც მამა გარდაიცვლება, მე ვერაფერს ვერ ვეტყვი.
და ვერ ვასწავლი. იმიტომ რომ მე ამის გამოცდილება არ მაქვს. მე მხოლოდ შემიძლია ჩვენ შეგვიძლია ყველას მხოლოდ მისთვის ლოცვა და ჭირისუფლის გვერდით ყოფნა მდუმარედ და ამით მისი ნუგეში. ყველაზე მეტად უფრო ფიზიკურად მყოფობა და მდუმარედ ყოფნა ანუგეშებს ადამიანს ვიდრე რაღაც სავარაუდო კერძო მოსაზრებების გაჟღერება და სიბრძნის მეტყველება. კეთილი. ამაო სიბრძნის მეტყველება. კი ბატონო, ნატალი უხცერს. ნოეს დროინდელი ცივილიზაცია განადგურდა. ეს იყო მხოლოდ უზნეობის შედეგი თუ კიდევ სხვა რამ კაცთაგან დაფარულიო? კაცთაგან დაფარული არ ყოფილა, იმიტომ რომ წმინდა წერილის სწავლების თანახმად ესეთი სიტყვები წერია გამრავლდა კაცთა სამდურავი ღვთის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ასევე ნახსენებია ერთ-ერთი ასკეტური სწავლების საფუძველი. აი როგორც მაგალითად კაინს ეუბნება ღმერთი რომ ცოდვა ჩასაფრებულია კართან, მისკენ აქვს მას ლტოლვა და მან უნდა იბატონოს ამ ცოდვაზე და არ მიემართება მხოლოდ კაინს, არამედ თითოეულ ჩვენთაგანს მოგვემართება ეს რომ ჩვენი სულის ნებელობის კართან ჩასაფრებულია ცოდვა რომ ნება გაგვიუღმართოს. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც რომ სიყრმიდანვე ცოდვისკენა მიდრეკილი კაცთა გულის თქმა. წმინდა წერილი ანუ მოსეს ბაგით ჯერ ამას შეგვახსენებს. ძალიან პოეტური და აკადემიური ასე ვთქვათ უწყებაა. მე არის კონკრეტული გარემოება აღწერილი რომ გამრავლდა კაცთა სამდურავი ღვთის წინაშე და რაც შეეხება კონკრეტულ ბრალეულობას წმინდა ეფრემ ასური და ძალიან ბევრი მამა განმარტავს რომ ძენი ღვთისანი და კაცთა ასულები სემისა და უпростоრად კაენისა და სემის შტო იგულისხმება ამ ორ შტოში ძენი ღვთისანი არიან სემის თავმავლები, კაცთა ასულები არიან კაენიანები, ანუ კაენის თავმავლები, რომლებიც ცხოვრობენ ქვემოთ, სემის თავმავლები ცხოვრობენ უფრო მაღლა მთიან ადგილზე გეოგრაფიულად, მათი მიგრირება ზემოდან ქვემოთ ჩამოსვლა ასევე სულიერ რეგრესზე მიგვანიშნებს და აი ეს კაცთა სამდურავი, რომელიც მეწერილში არის გაჟღერებული, რომ ღვთის წინაშე გამრავლდაო, დაკონკრეტებული არის ეგზეგეტიკაში და წმინდამამების განმარტების თანახმად ეს არის სიძვის ცოდვა. ანუ სემის თავმავლებმა თავიანთი ოჯახები და მეუღლეები დატოვეს და შეერთდნენ კაცთა ასულებს, ანუ კაენის თავმავლებს, რომლებიც ვულგარულად მიმზიდველები იყვნენ და აი ამ ორი შტოს აღრევის შედეგად იბადებიან გოლიათები. აი ამ გოლიათების თავმავალი არის ნებროთი, რომელმაც დაიწყო ძალის გამოჩენა დედამიწაზე და რომელიც იყო ძლიერი მონადირე და მას უკავშირდება ეს შეიძლება თქვა სლოგანი, რომელიც აერთიანებს ბაბილონის კოშკის მშენებლობას, ავაშენოთ კოშკი, რომლის ბოლოს სას მიწვდება. ანუ ჩვენ ზეცას ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვებთ და ტოტალურ კონტროლს დავამყარებთ დედამიწაზე. ანუ ამ აღრევის კვალობაზე ხდება ამგვარი რეგრესი და ამ ორი შტოს აღრევა არ უნდა მომხდარიყო. ეს არის წმინდა წერილის სწავლება და არაფერი სხვა დანარჩენი არ უნდა მოვიაზროთ ამ ისტორიასთან დაკავშირებით. კეთილი, ესეთი კითხვა არის, როგორ მოვაქციოთ ურწმუნო ოჯახის წევრები, რომ არანაირი მონაწილეობა არ აქვთ წირვაზე და საერთოდ არაფერზეო. მონაწილეობის სურვილი არ აქვს. მე მესმის ამ ადამიანის გულის ტკივილი, იმიტომ რომ როდესაც წირვაზე მიდიხარ მარტო ან ლოცვაზე მიდიხარ მარტო, ანუ ღვთისაკენ მიდიხარ მარტო, ღვთისაკენ სავალგზაზე ხარ მარტო და შენი ოჯახის წევრები არ არიან ამ ასე ვთქვათ ღვაწლის თანაზიარნი, ძალიან ძნელია, მით უმეტეს იმ საყვარელი ადამიანების მხრიდან ამის დანახვა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს და რომელსაც ყველაზე ძვირფას ანუ ცხონებას უსურვებ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სანუგეშო სიტყვა, რომ მიუხედავად ამისა სახარებაში არის ესეთი სიტყვები. ჩვენ ყოველთვის სახარებისეულ სწავლებაში უნდა ვეძებოთ ნუგეში, რომ
სხვანიცაც ხოვარნე მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოსაგანი. იგინიცა ჯერ არიან მოყვანება ჩემდა და ხმისა ჩემისა ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ანუ ახალ ქართული თარგმანის თანახმად არიან ცხრები, რომლებიც აი ამ ზღურბლის მიღმა, ანუ ეკლესიის მიღმა არიან. ქრისტე როგორც კეთილი მწყემსი აღგვითქვამს, რომ მისი ვალდებულება, რომ გარკვეული დროის შემდეგ შემოუერთოს სამწყსოს, ანუ ეკლესიას ეს სხვა ცხრები, ანუ ეკლესიის გარეთ მყოფი და ეკლესიის შიგნით მყოფი გაერთიანდებიან, იქნებიან ერთ სამწყსო და ერთ მწყემს, მაგრამ ამას აქვს თავისი დრო და ამ დროს სჭირდება მოთმინება და ლოცვით დალოდება. კეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. როდესაც გარდაცვლილის გადიდებული სურათი წლების მანძილზე სახლში გაქვს შენახული, როგორ უნდა მოვიქცეთ? მუდმივად უნდა გქონდეს თუ რა ვუყოთ ასეთ სურათებს? თუ ეს თრგუნავს ოჯახის წევრებს, მათ ცრემლიანობას, მათ ნაღველს და ტკივილს აღრმავებს, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, რომ ასე აღარ იყოს. თორემ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მართლა 10 წლეულების მანძილზე არის ეს გადიდებული სურათი, უკვე გახუნებული, უკვე ახალი სიცოცხლე შემოდის ოჯახში, არც კი ახსოვს ამ ადამიანის შესახებ ახალ თაობას და რაღაც სიმძიმე ახლავს ამ კუთხეს, ამ ადგილს ყოველთვის თან და ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზეა ხოლმე ეს. ამიტომ ეს განგრძობილი გლოვა, რა თქმა უნდა, არც მის სულს არ ესათმოება. და პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ სურს მათ ჩვენი უმეცრება, რათა არა სწუხდეთ ვითარიგი სხვანი, რომელთა არ აქვს სასოება ცხოვრებისა. ესე იგი, პავლე მოციქული ამბობს, რომ არ მინდა რომ თქვენ დამწუხრებულები იყოთო იმ ადამიანების მსგავსად, სხვებს ამბობს ურწმუნოები იგულისხმება, მაგრამ სულიერი დიპლომატიით არ ამბობს წარმართებს, არ ამბობს უსჯულოებს, არამედ სხვათა მსგავსად დამწუხრებულები იყვნეთო და რა არის ეს დამწუხრებულობა და რა არის ამ დამწუხრებულობის მიზეზი? ვისაც არ აქვს სასოება ცხოვრებისა, ანუ არ წამს რომ სული უკვდავია, რომ ადამიანი რომ გარდაიცვალება არ კვდება და არ ქრება. არ მინდა რომ ამ რწმენის არქონის მსგავსად ვინც იტანჯება, ასე იტანჯებოდეთ თქვენ, პავლე მოციქული ამბობს. ამიტომ ჩვენ, როდესაც ახლობელი ადამიანი გარდაგვეცვლება, უნდა ვთხოვოთ უფალს, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემს. და წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ზოგჯერ ხიბლი იმით მოგვიცავს ჩვენ ეკლესიურ ადამიანებს, რომ ჩვენ მათთვის ვლოცულობთ, როგორც ვახსენეთ, სულის საოხ ჟამის წირვას აღვასრულებთ, ანუ რასაც ეძახიან შეკვეთილ წირვას და ჩვენ მათ ვეხმარებით. და სინამდვილეში ისინი ჩვენზე წინ არიან, იმით რომ ცოცხალი ღმერთის წინაშე წარმდგარა მათი უკვდავი სული უკვე და არასოდეს არ შეეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ღმერთი არსებობს თუ არა. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ საკითხში მოვიკოჭლებთ და შეიძლება რწმენა დავკარგოთ, ან შეგვერყეს და ღმერთის არსებობაშიც კი არ ვიყოთ გამტკიცებულები. ამიტომ ზედმეტი წარმოდგენა იმაზე, რომ ჩვენ მიცვალებულებს ვაცხოვნებთ და ჩვენი ღვთისმსახურებით ხდება მხოლოდ და მხოლოდ ეს არამართებულია. რა თქმა. კეთილი. ადამიანი, ვისაც სოციალური ფობია აქვს, როგორ უნდა მოიქცეს, ინკურნება მსგავსი რამ და რა იწვევს მასო? უფრო მართებული, ეს არის სომატური, ფსიქოსომატური პრობლემა და რადგან მე ამაში კომპეტენტური არ ვარ ამ სფეროში, მართებული იქნება, რომ უფრო ფსიქოლოგთან გაიაროს კონსულტაცია. და ვიმედოვნებთ, რომ საერთოდ ერთი რამ არის ცნობილი, რაც არ უნდა დიაგნოზი ქონდეს ადამიანს ფსიქოსომატური დაზიანების, თუში, ასე ვთქვათ, არა მარტო ფსიქოლოგის, არამედ ფსიქიატრის დასკვნაც რომ იყოს, თუ კი ადამიანი ასე ვთქვათ, ეცდება, რომ სინანულით და მისი ძალისაებრო სულიერი ცხოვრება აღასრულოს, ღმერთი მას შეეწევა და რა თქმა უნდა, ასევე რწმენის საკითხია ესეც, რომ თუ კი აბი ეხმარება მას, რა თქმა უნდა, საღვთომადლი უფრო ეფექტურია ამ საქმეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეპარატით დახმარებას და ჩარევას ჩვენ უარყოფთ, არა.
არც გამოვრიცხავთ, არც უარყოფთ, ჩვენ ვამბობთ, რომ თანამოქმედება, მკურნალობის პროცესი და ასევე ეკლესიასთან დაახლოება, რა თქმა უნდა, უფრო მეტ იმედს გვაძლევს, რომ ეს დაძლევადია. და იმ მსგავსი კითხვა არის, ნერვოს როგორ უნდა ებრძოლოსო ადამიანი და რა იწვევს მასო? ესეც იგივე პასუხია ფაქტიურად. კეთილი. ამ ქვეყნიური ცხოვრება ტანჯვაა? წვალება უფრო მეტია, ვიდრე სიმშვიდის მდგომარეობაო? ბოდიში როგორ? ანუ ამ ქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ ტანჯვა არისო, რადგან წვალება უფრო მეტიაო, ვიდრე სიმშვიდის მდგომარეობაო? უმრავლესი მათი შრომა და სალმობა ადამიანის მოღვაწეობაზე ფსალმოთა წიგნი ამბობს და ეშმაკი სხვათა შორის ამ ილუზიას ქმნის, რომ აი რა არის ადამიანის ყოფა ცხოვრება, რისთვის არის ადამიანი შექმნილი, მისი ყოფის უმრავლესი ნაწილი ტანჯვა და ტკივილია, მერე უძლურებასთან ბრძოლა, მერე მოკვდაობის ამოქმედება, ანუ ჭაღარები, ნაოჭები და დაუძლურება ადამიანის, მაგრამ ასე რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ ეშმაკი ცდილობს, რომ არასწორი წარმოდგენები შეგვიქმნას ჩვენ ღმერთთან მიმართებაში, საღვთო მოქმედებასთან მიმართებაში, საღვთო განზრახულობასთან მიმართებაში. აი ამის მაგალითი არის ერთ-ერთი იგავი, როდესაც ტალანტის ფლობელმა ადამიანმა დაფლა იგავის თანახმად ფულის ერთეული რისი შიშით და რამოლოდინით, რომ უწყი რამე თუ კაცი ბოროტი ხარ, მოიმკისა და არა დასთესი. ანუ ღმერთთან მიმართებაში, უფალთან მიმართებაში არასწორი შეხედულება, თეოლოგიური არასწორი აზრი და დოგმატური სწავლების გაუკუღმართება, თუ სამყაროსთან მიმართებაში არასწორი აზრი, სამყაროს გეგმარებასთან და ასე ვთქვათ, საღვთო განზრახვასთან დაკავშირებით ჩვენ გვაზიანებს. მართალია პესიმისტური ნოტით გაჟღერებული ძველი აღთქმის წიგნები, არაკანონიკური წიგნებიც გვახსენდება ჩვენ, მაგალითად იობის წიგნი არის ჭიდილი აი ამ დიდ განსაცდელთან, ბევრი კითხვის გაჟღერება და ფაქტიურად პასუხგაუცემელი კითხვებით სრულდება იობის წიგნი და მხოლოდ მის 8 წელზე და მოთმინებაზეა პიროვნულად გამახვილებული ყურადღება, ამიტომაც ამბობს მოციქული, რომ მოთმინება იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისა იხილეთ იაკობ მოციქული, რასაც შეგვახსენებს. მაგრამ თუნდაც ეკლესიასთან ახსენები, რომ ყოველივე წარმავალია და არაფერია სიხარულის საფუძვლის მომცემი ცის ქვეშეთში და რაღაც გამოკრთომა მხოლოდ სასიხარულო პერიოდულად ახარებს ადამიანის გულს. ამას მე ჩემი სიტყვით ვამბობ, რა თქმა უნდა, არ ვციტირებ, მაგრამ აზრი იქაც ამგვარია, მაგრამ ეს არის კაცობრიობის ტანჯვის ისტორია, შეიძლება ითქვას მესიის განკაცებამდე და არ გვაქვს ახალი აღთქმისეული ეკლესიის წევრებს უფლება, რომ ჩვენ დაუბეჭავდეთ ძველი აღთქმის მოქალაქის მსგავსად და ასეთი შეხედულებები გქონდეს ჩვენ ყოფაზე, ჩვენ მომავალზე და იმ წყალობაზე, რომელიც ღვთისგან მოგვემადლა. კეთილი. მამუკა გვწერს, თამბაქოს ვეწევიო, ვცდილობ შევამცირო, მაგრამ მოძღვარმა მითხრა, რომ არ გაზიარებო და ვარ უზიარებელიო, როგორ მოვიქცეო. როგორც მოძღვარი ურჩევს, ისე უნდა მოიქცეს. ზოგადად, როდესაც მოძღვარი თუ ადამიანი სულს ანდობს მოძღვარს, აღსარებას აბარებს და ძალიან ბევრი მისი პიროვნული ტკივილი და რაღაც ისეთი აღსაზრდელი პროცესი უტვირთავს მოძღვარს, მას აქვს ხელმწიფება, რომ როგორც მკურნალმა ისე იმოქმედოს. თავად აი ამ მოძღვრის მიერ გაჟღერებული ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვეხები, ზოგადად ვლაპარაკობ, რომ როდესაც მოძღვარი რაიმეს რჩევას გააჟღერებს და მერე რევიზიის სახით ხდება სხვა სასულიერო პირებთან გაჟღერება ამ კითხვის და ახალი პასუხის მოძებნა, ეს უკვე არაჯანსაღია. თუ ვერ ენდობა, თუ მიუღებლობა აქვს, მაშინ სხვა მოძღვარი უნდა მოძებნოს და თუ მოძღვრად თვლის, მაშინ ასე აღარ უნდა იკითხოს, იმიტომ რომ სხვა სასულიერო პირის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელმაც შეიძლება საპირისპირო თქვას, ან საცდური იყოს მისთვის, რომ რაღაც არაკოლეგიალური ნაბიჯი გადადგას მის მოძღვართან მიმართებაში. ამიტომ
თუ მოძღვარია უნდა მიიღოს მისი ნათქვამი და თუ ვერ ენდობა და მიუღებლობა აქვს მაშინ სხვა მოძღვარი უნდა მოძებნოს ზოგადად და რაც შეეხება ამ კითხვას მართებულია რომ მოძღვარს დაემორჩილოს და ის დროებითი დაყოვნება და გაყენება ზიარებისგან ასევე მისთვის სული საკურნებელი იყოს. კეთილი. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ, დასვით კითხვა ეთერში ხართ. დამლოცეთ მამაო. გაიხარეთ, იცოცხლეთ. მამაო, ასეთი შეკითხვა მაქვს. მეზობელი მყავს რო იყვიან დაუძინებელი მტერი და სულ მემუქრება რომ მოვკვდებიო იქიდანაც დაგწყევლიო და შიში მაქვს ძალიან და ეს მართალი არის ესეთი რაღაცა რომ იქიდანაც დაგწყევლი და არ გაგახარებო რა უნდა უპასუხოთ ჩვენ არათუ მაწყევარი მეზობლის არამედ დაცემული ანგელოზისას არ უნდა გვეშინოდეს და ქრისტე გვეუბნება ამ შემთხვევაში თუ სულის წარწმედას ეხება ჰე გეტყვით თქვენ ვისა გეშინოდეთ იმისი გეშინოდეთ ანუ ეშმაკის ამ შემთხვევაში ვისაც თქვენი გეჰენიაში შთაგდება ხელწიფება არა ის ხელწიფება აქვს რომ მან გადაწყვიტოს ეს არამედ მან ნებელობა გააუყურმართოს ისე რომ საამისოდ დაამძიმოს ჩვენი სული მაგრამ ასევე მანუგეშებელია სიტყვები პავლე მოციქულისა და ამიტომ ამბობ რომ არ უნდა გვეშინოდეს მისი რომ იესო ქრისტეს სახელის წინაშე ყოველი მუხლი მოდრკება ზეცი სათანი ანუ ანგელოზთა დასი ქვეყანის სათანი გონიერი ნაწილი კაცობრიობისა და ქვესკნელისანი ამიტომ როდესაც წმინდა წერილის სწავლება გვეცოდინება ნანუგეშები გვექნება ჩვენი სულიერი მდგომარეობა, სომატური მდგომარეობა და ესეთი რამ და გარემოება არ შეგვაშფოთებს, თუმცა გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ადამიანი ჩვენთან მიმართებაში ასე საჯაროდ და დემონსტრირებულად აჟღერებს ბოროტსურვილს, არასასიამოვნოა და მოქმედებს ესეც ნაწილობრივ ადამიანზე, მაგრამ შიშის საფუძველი რა თქმა უნდა არ გვაქვს. უკაცრავად კეთილი რუსუდანი წეს ესეთ კითხვას გთხოვთ გამგვიმარტოთ რამდენად სწორია თავსაბურავის გარეშე ქალის ტაძარში დგომა და კიდევ ჩოხოსანი ქალი რომელსაც თავზე გადაკრული აქვს ჩოხოსნის მრგვალი სიმბოლო და ის მას თავს არ უფარავს რამდენად სწორია წირვაზე ასე დგომაო არ ვიცი იცით ტრადიციას რაც შეეხება პავლე მოციქული ამბობს რომ თავდაბურული უნდა იყოს მანდილოსანი თუმცა ასევე არსებობდა ესეთი პატარა ნიუანსი ვინც არ იყო დაოჯახებული ის არ იკეთებდა თავსაბურავს იმიტომ რომ უმეტესწილად იმ პერიოდში ისტორიულ მონაკვეთს გულისხმობ ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ და ფაქტიურად მოზარდი არ იკეთებდა ქალწულობის პერიოდში თავსაბურავს. რაც შეეხება ჩოხოსნებს, ხომ მე მაგას ამ ტრადიციულ ჩიხტიკობს დასაფარებას მე ვერ განვიხილავ, როგორ არის და როგორ უნდა იყოს. როდესაც ტრადიციულ შესამოსელზე არის საუბარი, აქ სრული ატრიბუტიკა მოიაზრება ზოგადად, მართალია არც იარაღით არ შედიოდა ჩვენი წინაპარი მაგრამ ეს ატრიბუტია უკვე და ამას იმ იარაღის დატვირთვა აღარ აქვს და უფრო ასე ვთქვათ შემკობილობაა და მამაკაციც ხანჯლით შედის ტაძარში. და რაც შეეხება მანდილოსნის შესამოსელს, ესეც ასე ვთქვათ სრული სისავსის წარმოსაჩენად, იმ ისტორიული ატრიბუტის წარმოსაჩენად ალბათ რაღაც სხვა აქვს და არა თავსაბურავი და არ არის ასე ვთქვათ კოსტიუმების ისტორიის თანხვედრაში იმ ტრადიციულ სამოსთან თავსაბურავი და ამიტომ არ აქვს. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. კეთილი, ესეთი კითხვა. რატომ ეკითხება უფალი თავის მოწაფეებს ვინ ვარ მეო? თვითონ ხომ იცოდა მათ გულში რას ფიქრობდნენო? ძალიან კარგი კითხვა, უბრალოდ ერთი დაზუსტება საჭირო. ვინ ვარ მე არ ეკითხება, ქრისტე ეკითხება თქვენ ვინ გგონიე მე? ანუ უშუალოდ მიემართება ეს კითხვა მოწაფეებს
და მერე არის მეორე კითხვა, რა ის თქვიან ჩემთვის ყოფა ძისათვის კაცისა. ანუ ჯერ ამას ამბობს, ზოგადად რა აზრი მუსირებს საზოგადოებაში ჩემთან მიმართებაში და ისინი პასუხობენ, რომ ზოგიერთი ამბობს, რომ ელია, კინა ერთი წინასწარმეტყველთაგანი და მერე ეკითხება, თქვენ ვინ გონიე მე, ანუ თქვენ რას ფიქრობთ. რა თქმა უნდა, ქრისტემ როგორც გულთამხილველმა იცის, რას ფიქრობენ ისინი, მაგრამ ეს ვერბალური აღიარება ისიც იცოდა ქრისტემ, რომ სახარება დაიწერებოდა მოციქულთა მიერ და ჩვენთვის სამოზღრებელი იქნებოდა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რაიცა დაიწერა ჩვენ და სამოზღრებლად დაიწერა, რომ ნუ გეშინიცება გვაქონდეს წიგნთაგან. ესე იგი, თომა მოციქულს რომ ეჭვი შეეპარა, გარკვეულწილად ურწმუნოება რომ გამოავლინა, მე რომ აღიარა რომ უფალი და ღმერთია მისი იესო ქრისტე. პეტრე მოციქულმა რომ უარყო და ქრისტე ამბობს კვეთით აღდგარი წარვეთ და უთხარ მოწაფეთა ჩემთა და პეტრეს. აი ეს ყველაფერი ჩვენთვის სამოზღრებლად დაიწერა და ასეც უნდა მომხდარიყო. როდესაც წიდოვანი დედაკაცი, ანუ სისხლმდინარე ეხება ქრისტეს და მან სცნა, როგორც მახარებელი ამბობს, თავით თვისით განსრული ძალე მისგან, ქრისტე ამბობს იმას, რომ ვინ შემახომე, ანუ როგორ არის ის ქრისტემ ვინ განიკურნა მისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა წიდოვანი დედაკაცისაგან აღიარება და ზრწოდა და აი ეს არის მისი ღვაწლი. ამიტომ და გარდა ამისა, ქრისტე იცის, რომ წიდოვანი დედაკაცი ამას აღიარებს და იცის, რომ პეტრეს ხასიათი გამოვლინდება. პეტრე ეუბნება ესეთ რამეს კადნიერად, რომ ესოდენი ერი შეგაიწრებ შენ და შენი ტყვე ვინ შემახომე, ანუ ამდენი ადამიანია შენს გარშემო, ამდენი ადამიანი უნებლიეთ გეხება და გეჯახება და შენ გიკვირს ვინმე რომ შეგეხო, მაგრამ ქრისტე გულისხმობს განკურნებით შეხებას და არა უბრალოდ უნებლიე შეხებას აი ამ ხალხთა სიმრავლის გამო. ასე რომ ყოველივე არის პედაგოგიური მოსაზრებით გაჟღერებული. როდესაც ქრისტე ეკითხებიან მეორედ მოსვლის ჟამთან დაკავშირებით და რომ ამბობს რომ არ იცის ამის შესახებ, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება არა ის რომ მან არ იცოდა, არამედ ეს ჩვენთვის მაცხოვნებელი არ იქნებოდა ამის გაჟღერება. ამიტომ ეს უნდა გავიგოთ სწორად და ამის გათვალისწინებით უნდა შევიმეცნოთ სახარებისეული სწავლება. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. ორი შეკითხვა. კი ბატონო. პირველი ცოდვის მესამე-მეოთხე თაობამდე გადასვლის შესახებ. და მეორე ლუკას სახარებიდან ისრენი თავის აფსენისა მამონაისა მისგან სიცრულის. აი ეგონა კეთილშე. 16 მეტრ. მადლობა კითხვისთვის. პირველი კითხვის პასუხი იქნება ესეთი, რომ თუ კი მამა გაბრიელის სწავლების თანახმად, თუ კი დაუშვათ უღმერთო გზაზე იყო წინაპარი, ამ შემთხვევაში ბაბუა და მამა და შვილიშვილი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საღვთო გამოვლინება მათთან მიმართებაში იქნება იგივე, მაგრამ თუ წინაპარი ამას აღასრულებდა, მაგრამ მეორე ამ მესამე თაობამ შეინანა, რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება. რაც შეეხება მეორე კითხვას, მეორე კითხვა რისგან უნდა ვიხსნათ თავი და ლუკა მახარებელი ამბობს რომ მამონაისა. სხვა ადგილზე არის ნახსენები რომ ვერვის ხელეწიფება ორი უფლის მონობა. ერთი სამის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხყოფს და დასკვნის სახით ამბობს უფალი რომ ვერვის ხელეწიფების ღვთისამონება და მამონაისა. აი ეს მამონა არის ძალიან მნიშვნელოვანი რას გულისხმობს. ვიდრე ხვალ არის ესეთი ისტორიული რომანი სინკევიჩის, სადაც ნახსენებია სკოლიოს განმარტებაში არის ეს, რომ ესე იგი მამონა იყო კერპი, რა თქმა უნდა, მაგრამ მამონას ევედრებოდნენ მატერიალურ დოვლადს და კეთილდღეობას. ანუ კაპიტალის დაგროვებას თუ თანამედროვე ენით ვიტყვით. და აი ეს იმდენად მოიცავს ადამიანის გულს და სულს ვერცხლის მოყვარეობა, რომ ძალიან მძიმეა და ძალიან დიდი საცდურია.
ისეთი რამ შეიძლება იკადროს ადამიანმა ამის კვალობაზე, რაც გამაოგნებელია. ამიტომაც არის დიდხუჩაბაც ნახსენები, რომ ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ ყველას ივლტოდეთ უძღებისა მისგან სენისა, ვერცხლის მოყვარება იგულისხმება, რომელმან მოძღვარსა მისაზე და ესევით არის იკადრა. ანუ ამ ვერცხლის მოყვარებამ განაპირობა იმ შეცდომის დაშვება და ღალატის აღსრულება იუდას მხრიდან, რომელიც ქრისტესთან მიმართებაში გამოვლინდა. ამიტომ აი ქრისტე რასაც ჩვენ გვაფრთხილებს და თუნდაც ამ შემთხვევაში შეიძლება იუდასაც მიანიშნა, რომ ეს საშიშია და მართლაც მნიშვნელოვანია, ამასთან დაკავშირებით აი ეს ორი მონაკვეთი არის პასუხი. და კიდევ არის ერთი გარდამოცემა ძალიან საინტერესო, დამოწაფებულ 12 მოწაფეთა შორის არავის არ გამოუჩენია ინიციატივა, რომ ყულაბა, ანუ გვადროცი ჩაებარებინა იუდას გარდა. და იუდა რადგან იყო ამის გამჟღერებელი და ქრისტემაც მას მიანდოეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ იუდას თავიდანვე ასეთი მისწრაფება და ინტერესი ჰქონდა, რომელიც დროდადრო გაუღრმავდა და იოანე ღვთისმეტყველი ამბობს პირუთვნელად, ეს არის ფაქტის კონსტანტირება და არა განკითხვა, რომ გვადრუცი მას აქ უნდა და მყარავი იყო, ანუ დროდადრო ღალატამდე ამ ვერცხლის მოყვარეობით მოხიბლული და ამ ცოდვისმიერი ტრფიალებით იპარავდა საერთო შესაწირიდან თანხას. კეთილი. ამიტომ ამის გათვალისწინებით უფალი გვეუბნება, რომ უერიდოთ მამონას. არის თუ არა ვინმეზე უარყოფითი შთაბეჭდილება განკითხვა. საკმარისია რამდენიმე წამით მიუშვა ფიქრი ამა თუ იმ მოვლენაზე, თუნდაც ახლობლის ქმედებაზე, რომ ნეგატიურ შეფასებებში გადავდივარ და რომ აღარ მინდოდეს გაგრძელება, მეწყება ბრძოლა იყო თუ არა ეს განკითხვა. სად გადის ზღვარი უარყოფით ფიქრსა და განკითხვის გულის სიტყვას შორის? კრიტიკული ანალიზი ყოველთვის საჭიროა და ჩვენ ვახსენეთ ხსენებული მაგალითი ფაქტის კონსტანტირებასთან დაკავშირებით, რომ იუდას არასწორი მოქმედება როგორ არის მხილებული ემოციის, განკითხვის და უსიყვარულობის გარეშე მოციქულის მხრიდან. მაგრამ რაც შეეხება ამ ტანჯველ აზრებს, რომ ეს იყო თუ არა ცოდვა, განვიკითხე თუ არა, ეს არის შეიძლება ითქვას სულიერი სახადი მდგომარეობა, როგორც ჩუტყვავილა და რაღაც სხვა კუნთრუშა არის სახადი, ასევე სულიერ ცხოვრებაში არის ნეოფიტობის პერიოდი, რომელიც ინდივიდუალურად არის ადამიანზე დამოკიდებული, რამდენად იქნება ეს გახანგრძლივებული და რაც უფრო მალე დაასრულებს ამ პერიოდს ადამიანი, მით უფრო კარგი იქნება. მაგრამ ამის დასრულება უკავშირდება სულიერ ზრდას, 8 წელს წმინდა წერილის შემეცნებას, ღვთის სიტყვის სწავლას. და პირველ პერიოდში ეს ტანჯავს ადამიანს და ის კითხვა, რომელიც იქნება გაჟღერებული, არის ნეოფიტური სიმპტომი. ამიტომ თავი არ უნდა დაიტანჯოს ზედმეტად, იმიტომ რომ ეს ფიტავს ადამიანს სომატური თვალსაზრისით და სულიერ ცხოვრების ძალას აღარ აძლევს. ანუ ეს არის კარგ ნიადაგში აღმოცენებული სარეველა, რომელიც სხვა ნაყოფიერ კულტურულ ჯიშებს ნაყოფიერებას უბრკოლებს. და ეს რომ ასე არ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ის, რომ ადამიანმა სწორი სულიერი ცხოვრებით იცხოვროს, ანუ შეძლების და გვარად შეიმეცნოს წმინდა წერილი, სახარება, მამათა განმარტება. გასაგებია. კეთილი, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, უნდა დავემშვიდობოთ ძვირფას ტელემაყურებლებს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის ღმერთმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღმერთმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.